მე ვარ ნაია ნიკოლაიშვილი 8 წლის. სწავლობ მომავლის სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა სიმღერა, ხატვა და შილაკების გაკეთება. ყველაზე უფრო მიყვარს შილაკების გაკეთება. ამ საქმით რო დავინტერესდი, ვიყავი 7 წლის. პირველი მე გავიკეთე და მერე გავკეთე ჩემ კლასელს. მე შემიძლია გასწავლოთ შილაკის გაკეთება. პირველი მანიკურით შეგიძლია წაისვათ, მანიკური კიდეთ თუ არ გაქვთ სახში და წაისვათ. მეორე დასაწეპებელი ფჩხლებით იყიდება და დაიწეპებთ, მაგას წეპოთ მოყვება და შილაკიც მზადაა. მე უპირატესობას ვანიჭებ ცისფერ საშუალო ზომის შილაკს. შილაკების გარდა კიდევ ვიცი სხვა საბრანჭაო საქმეები. მაგალითად თვალის ჩრდილები როგორ კეთდება. თქვენ რომელი ფერიც გინდათ ის უნდა აიღოთ. თუ არ გაქვთ სახში იდეთ მაღაზიაში და ისა თქვენ რომელი ფერიც გინდა თუ გინდა ორი ფერი წაისვით ერთი ქვევით ერთი ზემოთ თუ გინდა ერთი ფერი წაისვით ყველა ერთი ზომაზე მე ვარ ლამაზი გოგო და მიხდება გამბრანჯო მე ასევე ძალიან მიყვარს ხატვა ბავშვობაში ჩემი თვისწავლე და მე შევედი ხატვის წრეზე ყველაზე კარგად ხატავს გოგონას ჟირაფს და მელას ჩემი საყვარელი ფერია ცისფერი და არ მიყვარს წითელი საფულის სიცხე ვერ იტანს წითელ ფერს ჩემთვის ყველაზე რთულია ჟირაფის დახატვა. ყველაზე ადვილი არის გოგონას დახატვა. ბევრჯერ დავხატე ავტოპორტრეტი და ყველა კარგი გამოვიდა. მე ვაგროვებ ნახატებს და სახში მაქვს 8 ცალი. იმიტომ ვაგროვებ, რომ გამოფენა მინდა მოვაწყო. ეს გამოფენა მინდა იყოს თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე. თვითონ ნახატი ეღირება 67 ლარი. მე ფული როცა მაქვს ვაგროვებ. იმიტომ ვაგროვებ, რომ მინდა ვიყიდო ტელეფონი. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ კარგი კლასელები ყავს და კარგი მასწავლებლები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია მარი დეკანაძე. ყველაზე ჭკვიანი თეკლე ქარსელაძე. ყველაზე მშვიდია დავით გენძიხაძე. ყველაზე ცელქი არის თემო თურმანიძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი, ბრანჭია და მეგობრული. მეგობრობა არის არავის რო არ აწყენინებ და რომ არ გაანაწყენინებ. მე ახლა ყავს 4 მეგობარი და მინდა ავდეს 5 მეგობარი. ადამიანს შეიძლება მაქსიმუმ ავდეს 7 მეგობარი. ჩემი საყვარელი საგანია ინგლისური. ინგლისურის გარდა მინდა ვიცოდეს ბერძნული ენა. ჩემი საყვარელი მასწავლებელია ბარბარე მინაღარიშვილი. იმიტომ რომ ლამაზია და მშვიდად გველაპარაკება. რო გავიგზდები, მინდა გამოვიდე შილაკების გამკეთებელი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი მასწავლებელი. სახში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ჩემი ძმა, მამიდები 2 მყავს, ბებია 2 მყავს, ბაბუა გადამერცვალა 2-ვე და მეტი ბიძები 2 და მამიდაშვილიც. კიდე მინდა ყავდეს ერთი და ერთი ძმა. მე მყავს ტყუპის ცალი, რომელსაც ქვია ნიკოლოზი. ის არის ნერვების მომშლელი, ცელქი და მე ხოლმე ჭკვიანია. ნერვებს მიშლის, როცა მეწყნარად ვარ და წინს ვკითხულობ. მოდის და მეჩხუბება რატო კითხულობ წინს მოსაბეზრებელი არისო. ჩემი აზრით ნიკოლოზი რო გაიზრდება, გამოვა პრეზიდენტი. მამიკო არის სერიოზული, ჭკვიანი და შრომელი. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი და ცოტა მკაცრი. არის კარგი დიასახლისი და საჭმელების გაკეთება მეც მასწავლა. პირველად საჭმელი რო გავაკეთე, ვიყავი 5 წლის. ეს საჭმელი იყო ოსპისუპი. ახლა ყველაზე კარგად გამომდის ყავის მოდუღება და ხაჭაპურების გამოცხობა. მე მიყვარს ფილმების ყურება. საყვარელი ფილმია საშიში მგელი. საშიში ფილმია არ მეშინია, მაგრამ პირველად რო უყურე, შემეშინდა. რო ვაღიარო, ცოტათი მშიშარა გოგო ვარ. მაგრამ გოგო ვარ და ესეც მიხდება. ასევე მიყვარს სიმღერა და დავდივარ სტუდია ოქროს გასაღებში. ჩემი მასწავლებელია ქეთი გორგაძე. ძალიან უყვარვარ და ჩემზე ამყარას დიდ იმედებს. უკვე მქონდა 5 კონცერტი. ყველაზე უფრო მომეწონა მესამე კონცერტი. კარგად ვიბღერე და ბევრი ხალხი ესწრებოდა. ჩემი საყვარელი სიმღერა ოქროს გასაღები თუ შენ. თუ შენ იღვიზებ ასე თუ შენ, ღიმილი გავსებ და შენ, ვადიში თიმღერებ თავს მაშინ გწამდეს. იქნები მარჯვე გწამდეს. მე ასევე მასწავლებს ბოშურით ცეკვა და კარგად გამომდის. ერთი სიტყვით ვარ ნიჭიერი გოგო და ყველაფერი გამომდის. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? ყველაზე ცნობილი ადამიანია მაგდა მათითაიშვილი. სიმღერის მასწავლებელია და ყველა იცნობს. შემდეგ მონაწილეს მინდა დავტოვო 2 შეკითხვა. პირველია ზღვაში თუ გასულ ხარ ნახევარი შორს.
მე მაგალითად შუა ზღვაში გავსულა. მეორე შეკითხვა რა არის შენი ოცნების საჩუქარი? მაგალითად ჩემი ოცნების საჩუქარია სკუტერი. ასე რომ დაჩვდები ისა აქ ცოტა შევიწროებულია და აქ გვერდებზე ბორბლები აქვს და ისა გვერდით ფეხები უნდა დადო. ხელების მოსაჭერი არ აქვს და ხელის მოსაჭერი არ აქვს და ისა დადის თვითონ. რაც მთავარია მუსიკაც ერთვება. ბედნიერება არის მე რომ დავიბადე ამ სამყაროში. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.